აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ ქუთაისში პროექტი პროფესიული არჩევანი და არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების წარმატებით ჩაატარა. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი სტატუსის მქონე ახალგაზრდებმა არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების პროფესიული არჩევანისა და კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრეზენტაციები წარადგინეს. პროექტი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდების დახმარებაა. წარმატებით დასრულდა პროექტი, რომელიც მოიცავდა უნარჩვევებს არასრულწლოვანთა შრომით დასაქმებასთან დაკავშირებულს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იცოდნენ თავისი შრომითი უფლებების შესახებ. შესანიშნავად იქნა ახსნილი ეს ტრენერების მიერ და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოადგება ბავშვებს მომავალ ცხოვრებაში. ამ 2 დღით მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, ბევრი ახალი ინფორმაცია შევიტყვე. გაამართლა ჩემი მოლოდინები, პროექტმა მაინც განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე, რადგან ისეთ საკითხებზე იყო საუბარი, რაც ვიცი რომ მომავალში აუცილებლად გამომადგება. უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე ისეთ საკითხებზე, რაც ვიცი რომ ცხოვრებაში ძალიან გამომადგება და ასევე შევიძინე ახალი მეგობრებიც და უფრო ადვილად დავამყარე კომუნიკაციას სხვებთანაც, რაც ადრე უფრო მიჭირდა.